მოგესალმებით თქვენ უყურებთ GeoTeam-ის YouTube-ს და უყურებთ მორიგი ეპიზოდს ქართული ფეხბურთის შესახებ. სამთვიანი პაუზის შემდეგ GeoTeam-ზე გვიბრუნება სანაკრებო მატჩები და შესაბამისად სანაკრებო ვლოგები. შემწყდა დინამო არენაა, რომელიც დღეს ფარერების კუნძულების წინააღმდეგ საქართველოს ნაკრების ამხანაგურ თამაშს უმასპინძლებს. სანამ დაიწყებთ ამ ვიდეოს ყურებას, გთხოვთ გამოიწეროთ GeoTeam-ის YouTube არხი. მოიწონო ეს ვიდეო და ჩაუჯექი. ივნისის პირველი ამხანაგური მატჩი საქართველოს ნაკრები ფარერების კუნძულების წინააღმდეგ წავედით. მატჩის დაწყება დარჩენილია სულ 9 საათი და სამწუხაროდ ესეთი სიტუაციაა ტრიბუნებზე. თითქმის ცარიელია სტადიონი. მეგობრებო, დღეს მაქვს დაბადებისზე. 25 წლის გავხდი. შეგიძლიათ მომილოცოთ კომენტარებში, საწყისთა გამიხარდება. სათვალე მატჩის შემაც რაკაცებმა ეხა მომიტანეს. მადლობა, მატჩსაც წოწნეს. საჩუქრისთვის და შეიძლება დამწეროთ მიხდება თუ არა სათვალე, ცოტა გავერთოთ. თამაშის დაწყებამდე. National team number 1, Georgi Moria. Moria Sami. მატჩის დასაწყისშივე მე-9 წუთზე დავწინაურდით. ახალი ფორმით საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში პირველი გოლი გაიტანა ლუკა ოჩოშუმმა. გიორგი გულიაშვილის ჩაწოდებული კუთხურის შემდეგ
ლოჩომ თაურით გაიტანა ფარერების კუნძულის წინააღმდეგ. დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრი გოლი იქნება კიდე, თუმცა პირველი გოლი არის მე-9 წუთზე. პირველი ტაიმი დასრულებულია, მეგობრებო. ჩემთვის მოულოდნელად 1-0. მხოლოდ ერთი გოლი გავიტანეთ, თუმცა იყო მომენტები, სადაც შეიძლება რომ მეტი გოლი გაგვეტანა. თუმცა ვფიქრობ, გოლები უფრო გავა მეორე ტაიმში, იქნება ბევრი ცვლილება, ბევრი ახალი ფეხბურთელი შემოვა, იმიტომ რომ ამ ხარაგურ თამაშებში არ არის ლიმიტი ცვლილებების. მეგობრებო, შეგახსენებთ, რომ ჩვენი არხის წამდგენია კომპანია აჭარაბეთი. მადლობა მათ ჩვენი გვერდში დგომისთვის, ხალხი წამოდით და ვნახოთ როგორი მეორე ტაიმი გველოდება. მეორე ტაიმის დასაწყისზე გადაგვარჩინა შესანიშნავი ბურთი მოიგერია, ცხრენიდან გამოაძღვინა. ისტორია დაიწერა ჩვენს თვალწინ. საბა ხარებაშვილი ჩაერთო თამაში და ის გახდა საქართველოს ნაკრების ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, ვისაც ეროვნულ გუნდში დებიუტი ქონია. ულოცავთ საბას და წარმატებულ კარიერას უსურვებს სანაკრებო დონეზე და რა თქმა უნდა საკლუბო დონეზეც.
დებიუტი ეროვნულ ნაკრებში და ისტორია წავიდა გიორგი ლორია და შენ ხარ ის ადამიანი, ვინც შეცვალა რა ემოცია იყო ეს შენ დებიუტი იყო და ესეთ ისტორიულ მომენტში. უბედნიერესი ვარ როდესაც ჩემი დებიუტით სიტყვებით ვერ აღწერი ემოციებს რაც იმ დროს მივიღე. ლორიზე რა ვიცი, ბევრი თქმა შეიძლება მთელი დღე ილაპარაკო, რაც ლორიმ საქართველოსთვის გააკეთა, ქართული ფეხბურთისთვის გააკეთა და მიხარია რომ ამ ისტორიის მონაწილე მეც ვარ. შეკრებთან ყოფილი ხარ, ვიდეოებში ხშირად ჩანს რომ სეივების შემდეგ გაქებენ, ვილი თუ ველაპარაკა, რომელიმე ასისტენტი. კი, მქონდა რაღაც საუბრები, ძალიან მაყოფილი ვარ, ძალიან მაგარი ატმოსფეროა ნაკრებში და ვამაყობ რომ აქ ვარ. გაგნო გილოცავ დებიუტს ეროვნულ ნაკრებში. პრესკონფერენციაზე ჯერ ის გითხარი როგორი გრძნობაა და რამდენი ხანი ელოდი ამ მომენტს? სასწაული გრძნობა, ალბათ სიტყვები ძალიან რთული ამ ყველაფრის გადმოცემა. როცა ფეხბურთის თამაში დავიწყე და როცა გავაანალიზე რომ ეს იყო რის კეთებაც მინდოდა, ალბათ იმ დღიდან მოყოლებული ვოცნებოდი ამ დღეზე და მადლობა ღმერთს რომ მე მქონდა ამის საშუალება რომ მე თამაშე დღეს ეროვნულ ნაკრებში. მატჩის წინ პრესკონფერენციაზე ვილისანიომა ძალიან შეგაქო, აქტუალურებული ვარ ისიც რომ რა ისაუბრეთ თუ ისაუბრეთ თამაშამდე შეკრებაზე როცა შეხვედი. არაფერი განსაკუთრებული, უბრალოდ საუბარი გქონდა იმაზე რომ როდესაც ეროვნულ ნაკრებში ხდები, შენ უნდა გამოიყენო ეს შანსი, უნდა აჩვენო მას რომ შეგიძლია აქ ყოფნა და უნდა დაიმსახურო უფრო და უფრო მეტი თამაში ამ ნაკრებში. რა შეიცვალა შენთვის ხელოვნური დღის შემდეგ? არ ვიცი, ამას დრო გვიჩვენებს, მაგრამ ინდივიდუალურად და პერსონალურად უფრო თავდაჯერებული ვიქნები, რა თქმა უნდა, იმ ყველაფრის შემდეგ, რაც დღეს განვიცადე. ლორი, პირველ რიგში მადლობა, ძალიან გიყვარხარ და მადლობა იმ ყველა თამაშისთვის, რომელიც საქართველოს ნაკრებში ჩაგიტარებია, იმ სიამაყისთვის, რომელიც შენი ყველა სევის შემდეგ განგვიცდია ქართველებს და ბევრჯერ გვიგზავნა, რომ სოფლიო დონის ვეკარე ყავდა საქართველოს ნაკრებში. ალბათ დღეს შენთვის არის შენს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე ემოციური დღე. რა შეგიძლია გითხრა? რამდენად ემოციური იყო და ელოდი თუ არა რომ ესეთი ემოციური იქნება დროინგი და შენთვის? ჩემთვის იყო ძალიან რთული დასაწყისი, განსაკუთრებით როდესაც თამაში დაიწყო. თუმცა მე უკვე როდესაც ამდენმა ადამიანმა ჩემი გვარის კანდიდატობა დაიწყო, აი ამ მომენტში მომეცნა ყველაფერი და ისევ როგორც ძველად, ისევ გრძნობდი თავს. მე ვარ ამაყი, რომ მომიწია ამდენი წელი ჩვენი ქვეყნის მაისურის დარება და დღევანდელი დღე იყო, ასე ვთქვა, დედაჩემი და მამაჩემის დადგმული სპექტაკლი იყო, ესე ვთქვა და ყველაზე ამაყი, იმიტომ რომ გეცნოს საქართველოს ნაკრების მაიკა და ესე უყვარდი ქართულ შემოქმედებას, ეს არის ყველაზე დიდი ოცნება, რაც ქართულ ფეხბურთს შეიძლება და ქართულ ფეხბურთელს შეიძლება კონდეს და დიდი მადლობა კიდევ ერთხელ საქართველოს. გიო, შენ ხარ ის ფეხბურთელი, რომელსაც ყველაფერი უნახავს საქართველოს ნაკრებში, ბევრი წაგებები მიყოლებით, იმედგაცრუება, ევროპის ჩემპიონატზე გასვლა, სიამაყე, ეს გზა როგორი იყო და რამდენად რთული იყო? ძალიან რთული იყო, იმიტომ რომ 17 წელი არ არის პატარა დრო და მართლა ჩემთვის ძალიან ცუდი პერიოდიც მინახავს და მაგრამ როგორც ბოლოში გატყუდა რა, მართლა ეს ევროპის ჩემპიონატზე რო გავედით, ეს იყო დაგვირგვინება იმ ყველა სირთულეების გადალახვის და კიდევ ერთი ნათელი იყო, რომ დაუზოგავი შრომით, დაუღალავი შრომით, თავდაუზოგავად ბოლომდე, როდესაც მიზნისკენ მიისწრაფე, მაინც ფეხბურთში ესეა რა, ეს გიფასტი. დღეს ბოლოჯერ დატოვეს საქართველოს ნაკრების გასახდელი, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელის სტატუსით გაგიჭირდა? ძალიან რთულია და ალბათ კიდევ უფრო გამიჭირდება, როდესაც აქედან რომ გავალ და შემდეგ თამაშზე, როდესაც მომიწევს მოსვლა, არა როგორც ფეხბურთელის, საქართველოს ნაკრების, არამედ სხვა სტატუსი და აი მაშინ მე მგონია კიდევ უფრო რთული იქნება. შენი აზრით კარიერის დასრულების შემდეგ, მას შემდეგ რაც წლები გავა, ერთი თამაში რაც უეცრად გაგახსენდება საქართველოს ნაკრებს, რაც კიდევ ერთხელ ითამაშება. რა თქმა უნდა ესპანეთს. რო დამემთავრებოდა. ლორი, შენ წახვედი რამდენად შვებას გძნობ, რომ საქართველოს ნაკრებში რჩება გიორგი მამარდაშვილი კარის ხაზზე? ძალიან მაგარია. მამარდა, მე ვიცი მამარდა ის უპატარაობიდან და იმიტომ
ამაყად ვარ და წნარად ვარ. და მამარდას გარდა კიდე არიან ბიჭები, გუგეშა, კერესა და სხვა დანარჩენი მეკარეები ქართველები, რომელსაც აქვს შანსი, რომ ისევ მოვიდნენ და მამარდაც არის ის ნათელი მაგალითი ყარასთან ერთად, რომ უცნებები ხდება ქართველებისთვისაც. ადლობა და გუყარხარ ძალიან. ადლობა. საბა გილოცო პირველ დებიუტს საქართველოს ფეხბურთის ისტორიაში შეხვედი ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი ხარ, ვისაც ეროვნული ნაკრების მაისური თვითამაშია, აი რო გადადგი მწვანე მინდორს ფეხი თეთრი ხაზიდან შეცვალზე რას გძრომდი მენსპორით რო გითხრა. პირველ რიგში ამ მომენტზე მთელი ბავშვობა ოსტებოდი და როცა მინდორზე შევდგი ფეხი, აი ყველაფერი რაც ბავშვობის ოსტე მოქონა, ყველაფერმა თვალწინ გამიარა და ეს ორმაგად ამაღლებული მომენტი იყო და როცა შევდიოდი ხალხის შეძახილებით, აში ეს სასწაული შეგრძნება იყო და ამაზე მაგარი შეგრძნება ალბათ არასდროს მიქნება ჩემს კარიერაში. იმედია გექნება მაგაზე კარგი შეგრძნებებიც და ძილის წინ ბევრჯერ გიოცნები აი ამ დღეზე. რა თქმა უნდა, მთელი ჩემი ბავშვობა რაც ფეხბურთში შემოვდგი ფეხი, სულ ამ მომენტზე ვოცნებობდი და რა თქმა უნდა, გუშინ სულს დავიზინე, როცა ახლოს ვიყავი ჩემ დებიუტზე. ვინ იყო ის ფეხბურთელი, ვინც დაგეხმარა ადაპტაციაში, როგორ მიდის შენი ადაპტაცია ეროვნულ ნაკრებში? კიდევ ბევრჯერ გიხილავ ჩეკრებაზე დარწმუნებული ვარ. ძალიან კარგად ჩაიერა ადაპტაცია, იმიტომ რომ გუნდში ძალიან ოჯახური გარემო არის, ყველა ძალიან კარგი პიროვნება არის და ყველა ძალიან კარგად დამეხმარა. აქამდე ვიცნობ ზოგიერთს, მექვაბას ვიცნობდი, ილონსაც ვიცნობდი, ყველას რა თითქმის და ყველა წვლილი შეიტანა ჩემს ადაპტაციაში და ძალიან კარგად მიდის ადაპტაციის პერიოდი. რა გითხრა ვილიმ ჩეკრებაზე ან დღეს შესვლის წინ? ის მითხრა რომ წარმატებები მისურვა და წარმატებები მისურვა და მეტი არაფერი. ესეც ასე მეგობრებო, ჩვენი ვლოგი საქართველოს ნაკრების მატჩიდან დასრულებულია. ვერ გეტყვით რომ ხა დიდად ისიამოვნებთ ვლოგით. იმედია ისიამოვნეთ, შეძლებს დაგვარად ყველაფერი მაქსიმალურად გადავიღე. თუმცა თამაშით მე ეჭვება გესიამოვნოთ. თუმცა დღევანდელი დღე ეკუთვნოდა გიორგი ლორიას, მიხარია რომ კლინშიტით წავიდა მშრალი კარით. ძალიან ემოციური იყო ჩემთვის მართლა მატჩის წინა პრესკონფერენციაზე, თუნდაც ჩემთვის როცა გადიოდა მოედნიდან. ერთი რამ მინდა ვთქვა რომ სამწუხაროდ სტადიონი ნახევრად ცარიელი იყო, შეიძლება მეტიც და ვიცი რომ ბილეთების ფასები გაიზარდა და ფედერაციის პასუხი ის არის რომ ძვირია რაღაცეები, გაძვირდა სტადიონი, ბევრი რაღაცა, თუმცა თვლი რომ ჩემი აზრი ესეთი რომ მაშინ როცა ლორის გასაცილებელი თამაში იყო, აუცილებელი იყო რომ 55,000 კაცს გაეცილებია სტადიონიდან, ჩვენი ლეგენდა. ვისურვებდი ეს თან ამხანაგურ თამაში რომ ფასები სხვანაირი ყოფილიყო, უფრო დაბალი ყოფილიყო, რომ ბევრი მოსულიყო, ბევრი ვიცი, შეიკავა ფასის გამო თავი. ეს არის ის, ისი თქმაც მინდოდა შეიძლებოდა რომ ფედერაციას ფასებზე გადაეხედა ამ ხანაგურ თამაშებში, როცა ეხებოდა საქმე ლორის გასაცილებელ თამაშს. მადლობა ყველას, ვინც გვიყურეთ, იმედია მოგეწონათ ვიდეო, გთხოვთ გამოიწეროთ ჩვენი არხი, ვისაც აქამდე არ გაიკეთებიათ. მოიწონოთ ეს ვიდეო, დაგვიტოვოთ კომენტარები, თქვენი აზრი ამ ვლოგთან დაკავშირებით და შევხვდებით ქუთაისში მომავალ შეხვედრამდე.